მოკლედ ამ მანქანას არ ვადუნებ რა. მესამეჯერ ჩამოვიდა უკვე თავისი სვლით ნურბურგზე და კიდე ტრეკზე დადის. არა და უკვე დაღლილია რა, მართლა დაღლილია, ძარაც დაღლილია უკვე, აი ესე მოძრაობს ზარა. კარგი იქნებოდა რა, დაბალი გარვეთი 36 მაშავნინა სანმე, კარგი უზაო და ავაწყობდი იმას სიამოვნებით ტრეკისთვის. კარგი გუზაო შევნა კიდე აქეთ ევროპაში თუ ვიყიდი სადმე რა. შეიძლება, იმიტომ რომ აქ იყიდი იაფად საკმაოდ არის ხოლმე 500 ევროთ, 1000 ევროთ შეიძლება იყიდო 36, რომელიც იქნება დაზიანებული ძრავით. ფარები ანთეო მარშალმა მითხრა. სავარაუდოდ იმის გამო, რომ ნისლიანი პერიოდია, ნისლიანი ადგილი შეიძლება იყოს. აი ეს მომენტი ყველაფრად გრის. აი აქ რო შედიხარ, აი აქ რო დგები, შლაგბაუმს რომ მიადგები, ეს ყველაფრად გრის ნამდვილად რა. ყოველ შემთხვევაში თავს ძალიან ბედნიერად ვზრობ, როცა აი ამას ვაკეთებ. აი შესვლაზეც კი სასობია. ოკეი, შევედით. ტრეკზე ვართ. შავწიოთ. და წავედით. იჭედება ხოლმე სხვადასხვა სპიდომეტრი, ცოტა საუკაკუნებ და ეგრევე იწყებს მუშაობას. ცოტა სიცივია და საბურავი სავარაუდოდ შედარებით გვიან გათბება. ვოლფერი რას წავიდა, რას მიდის რომ მანქანა კარგად დგას აშკარად. კარგი სეტაპი გამოვიდა. GT3 RS-ი დამადგა უკვე უკანა მხარეს. გავატაროთ. მანქანაა ძალიან, აი ხედავთ პრაქტიკულად. უკან ისევ GT3 მომყვება. გავატაროთ. ისევ GT3. შეუძლებელია უბრალოდ ამათ გამოერა. და კიდე ბევრად ჩქარები არიან ვიდრე ჩვეულებრივი სხვა მანქანები. საბურავით ცივია. თუმცა მოკლე ხიდი მაგრაშველის მანქანას ბევრად კარგად მიდის. ისევ GT3 მეწევა. Vitali drosha. Darmona pățe. Șevan elot. სავარაუდოდ აი ამ მომენტის შემდეგ უკვე გახსნილი იქნება. კი, მანქანები ჩარდებიან უკვე იქეთ. 46 M3 არის დასიანებული. მაგარი ტრაფიკია. ბევრი მანქანაა საკმაოდ. ვაუ, რა მოხდა? ჩავქრით და ძალიან ცუდად. აი ეს არ მინდოდა.
ეხა უნდა ვიპოვო უსაფრთხო ადგილი როგორმე და მივახციო იქამდე. როგორმე უნდა ვიპოვო უსაფრთხო ადგილი და მივახციო იქამდე. არ ვიცი რა მოხდა. ნეიტრალშია. მოვედი, უსაფრთხოდ გავჩერდი, არ ვიცი რა ხდება. მანქანა არ იქოქება. ოკეი, ვეცდები გავარკვიო რა ხდება. კაი, ჩაფხუტი მეკეთოს. Hello. Something wrong with my car. I just shut down engine. Maybe I will try to fix it. I will try to start over. Stepa. Let me try to start and go. ინგლისური არის სამ ადამიანმა. კაი, რა ხდება? ხვედი ადგილზეა. ყველაფერი თითქმის ნორმალშია. შევიტანე. Okay. ვეცდები რომ დავქოქო. მანქანა დაიქოქა. ჩაშლილი ვარ რაღაც. სავარაუდოდ ხიდია, ჩაშლილი ან ყუბარაა მოგლეჯილი. ეს ძალიან ცუდი ამბავია. ადგილზე ვარ, აქედან ერთად მარშალია. მანქანას ვერ წევშინით, ვერ ვძურები რომ ნახო რა ჭირს, სავარაუდოდ ხიდია ჩაშლილი რა, იმიტომ რომ წენა სიჩქარეში ჩავაგდე, მგონი კარდანი სტრიალებდა და უმბარას ვერ ატრიალებდა რა. შეიძლება უმბარას იყოს, არ ვიცი, მოკლედ ესეთ ამბავში ვართ, ეხლა ველოდებით ევაკუატორს, სავარაუდოდ. იმიტომ რომ აქამდე გზა მოდის ბალახით რაღაც გზას ისნაირი არის, მაგრამ დაგეტილია რა ეს ლომბიადებს და არ ვიცი მარშალსაც ზეგან ველაპარაკეთ. გაღება შეიძლება თუ არა არ ვიცი, ან შეიძლება ტრეკის დახურვას დაველოდოთ და მე რაღაც მოხდეს, მოკლედ არ ვიცი რა იქნება. ეხლა ველოდები რომ ვალერი არ ყვევს აქედან გასulis ამბავს, რომ მანქანა პირველი ამოცანა იქნება რომ გავაღწევინოთ აქედან, გავიყვანოთ ტრეკიდან და დანარჩენი უკვე გამოჩნდება. მანამდე კი ის გადამჩენია. აი ეგ ვიდგე ესე და უყურო ძალიან ბევრ ამას მანქანას როგორ გაზაობე. წამოვედით ჩვენ დათოს დასახმარებლად აქამდე მოვიდა მანქანა და ამის მერე არის ეს. მაინც წამოვედით, ეხა ფეხით უნდა წავიდეთ რა, მაგრამ რას ვერ ხვდები იცი? კაი, დაუშვათ რინგიდან გამოვათრიეთ დათოს მანქანა, ხო? ეს რაც ჩემი აზრით პირველი დაბრკოლებაა. ნუ რინგიდან რაღაც ჩაკეტილი ჭიშკრიდან უნდა გამოვათრიეთ მანქანა. აი, აქედან საწავიდეთ. აქ თუ გამოვიყვანთ. იცი რა შეგვიძლია? იქვე ავწიოთ, იქნება ყუმბარას რაღაცა უქნათ და წავიდეთ გააგრძელოთ გზა რინგში. ბაზარი არა. ჯერ ნახოთ ვაფშე როგორაა. აბა რა, იმედიანად, ბიჭო, იმედიანად, წავე. ძალიან ციხსაყო. გაქრმევ შეგვჭამეთ. ჯომ გელი ხო შეიძლება რომ იყოს. არა? არა, ის ახებია. კულელიც იყო? ციხე. აუ, ტახის მეშინია, ბიჭო, ღორისაც მეშინია და ტახის ვაფშე მეშინია. ისე მქონე გუნდო. მაგარი. აი რკო. ეს ხერატო არის დანიშნული. აქ რაღაცა გეუბნები, ცუდად გილოსვართ. აი აქ ამოვედით. ეხა შევდივართ.
აი ამ ჯადოში. გამოგვყარეს რა საშიში ადგილია და დათოსთვის უკვე ევაკუატორია გამოძახებული და კაც ვარიცის რა დაჯდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცალკე თანხარი იმ security ბანკების დაყენება, რომელიც გზას ათავისუფლებს, რომ ვიღაცები ვინც ტრასაზე არიან არ დაემტვრან. ცალკე თანხარის ევაკუატორი, რაღაც ევაკუატორის თანხა ითვლება დროის მიხედვით რა. მე ვფიქრობ, რომ ის მანქანა არის საერთოდ იმიტომ რომ ის შესული ისე ნაბუჯა იყო და ხო. ჩავლობია შევიდა. Просто пулс აკეთებენ. ეგ თქვენი ევროპა. ნახოთ შეიძლება. ანუ მართლა არ იყო, იმიტომ რომ შიგნით იყო მანქანა შესული, რავი, ანუ ევაკუატორი რომ მაინც რო ყოფილიყო რა. ხო, მაგრამ არა, მეორე მხრივ ახლა გამოსვლის დროს ევაკუატორი ხომ გამოვიდეს. მაგრამ მანქანა ხო არის საჭირო ხა ისო ხომშა, ის მანქანების. ხო. ზონა იმის რომ გამოსვლის დროს არ დაიჭრავს ახლა ვინმე ევაკუატორს. მოკლედ ესეთი ამბავია. აქ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან დიდი ხარჯები მოდოდა წინ, რადგან თითქმის ყველა პლატფორმაზე გამოწერილი მაქვს ნურბურგინგის სხვადასხვა გვერდები და ძალიან დიდი ინფორმაციას ვფლობ ნურბურგინგის შესახებ. როგორც წესი, მანქანის დაზიანების დროს, ან როდესაც რამე შემთხვევა, მოდიან მარშლები აუცილებლად კეტავენ გზას, შენს გამოინთება ყვითელი დროშა და ეს რა თქმა უნდა ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ აი ამ გერმანელმა, რომელიც ინგლისური ძალიან კარგად იცოდა, მითხრა რომ თუ რაიმე ჯარიმა მექნებოდა თანხა მექნებოდა გასახდელი, აუცილებლად მომწერდნენ მეილზე. თუმცა მას შემდეგ სამი კვირა გავიდა და ჯერჯერობით არაფერი არ მომშლია. რაც შეეხება ევაკუატორის ხარჯებს, ევაკუატორის დროის მიხედვით იხდი თანხას. შესაბამისად მე ძალიან ცოტა დრო მომიწია, რადგან ეს ადგილი, სადაც მანქანა დამიზიან და ძალიან ახლოს იყო შუა ტრეკის გასასვლელთან, ანუ ტრეკს აქვს რამდენიმე გასასვლელი, შეგიძლია სხვადასხვა მონაკვეთებიდან დატოვა ავტოდრომი და გამიმართლა რომ ახლოს იყო. ევაკუატორზე მალევე მოახდინეს ჩემი მანქანის დადება, გავედით უკვე ავტოსადგომზე და ეს ყველაფერი დაჯდა 345 евро. როგორ არ მინდოდა ესე დასრულება ნორმალიზე. მაგრამ რას ვიზამ, ხდება ხოლმე. აი მანქანა აქ არის. მარა ჭორსაბა შევქნა. ჩანს. ეხლა ჩუმეთ ვიღებ, იმიტომ რომ გადაღება არ შეიძლება. ნურბურგინგის ხო, იმაზე ვართ, რა ქვია. სადგომზე ვართ, სადაც ტრეკზე დამთროული მანქანები ყოთ გადმოყვანილი, რომლებიც შენ უპატრონებმა არ წაიყვანეს. ნუ ეს არის. ნუ რა მაგარი. მიქით კიდე პორშე და იმ ევაკუატორის კომპანიამ, რომელმაც გამოიყვანა ჩვენი ავტომობილი ავტოდრომიდან, მივიყვანა სპეციალურ სადგომზე, სადაც ჰქონდათ შესაბამისი წესები. ეს წესები რაში მდგომარეობდა? არ შეიძლებოდა ავტომობილის გამოყვანა, ესე ვთქვათ, იმ სადგომიდან ესე უბრალოდ რო ვთქვათ, ქუჩაში გაგეყვანა ეს დაზიანებული ავტომობილი. ხოლოდ იყო ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, როდესაც მოდიხარ საკუთარი ევაკუატორით, ან პრინციპით და ეს ავტომობილი გაგყავს ისე ევაკუატორით სადგომიდან, ან ადგილზე ჰქონდათ სერვისი, სადაც შეგიძლია ამ ავტომობილის გარემონტება. ვინაიდან რადგანაც უკვე საღამო იყო, გვიანი იყო, 7 საათი ამთავრებდნენ მუშაობას, მოგვიწია ავტომობილის ღამით დატოვება ავტოსადგომზე, რაშიც კიდევ დამატებით 25 евро გადავიხადე. პირველადი დათვალიერებით, რა თქმა უნდა, დავათვალიერეთ ავტომობილი და მივხვდით, რომ ხიდის პრობლემა იყო და ხიდი იქნებოდა დიდი ალბათობით ჩაშლილი, ამიტომ სასწრაფო რეჟიმში შევუდექით ძებნას გადაბულობის ხიდის. ვიპოვეთ სულ რაღაც 180 კილომეტრში და უგურმესი მადლობა გიოს, რომელიც ჩემთან ერთად იყო. გიო, გემასწორებათ, ბელგიელი, ბელგიიდან ჩამოსული, რომელსაც BMW M135 იყავს, მაგითაც ვიარეთ ტრეკზე შემდეგ. გიო ძალიან დაგვეხმარა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მას. წავედით სხვა ქალაქში, დაახლოებით 2 საათის გზა იყო. ვიღაც გერმანელ ბიჭს ახალგაზრდა ბიჭს დავადექით ღამე და ხიდი ვიყიდე 100 ევროთ. სხვადასხვა იაფია დიდი ხიდისთვის, 188 მმ-იანი ხიდისთვის. გადუღებული აღმოჩნდა ეს ხიდი და რაც იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ მეორე დღეს წვიმაში გვესრიალა ტრეკზე. თუმცა აქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თუმცა, როდესაც ეს ხიდი მოვიტანეთ და
გადავწყვიტეთ რომ იქვე სერვისში გაგვერემონტებინა მანქანა, რადგან ყველაზე ბიუჯეტურად ეგრე გამოდიოდა, სერვისში გვითხრეს რომ 200 ევროთ შეგვიწვიდნენ ხიდს და თუ მანქანას გამოვიყვანეთ, თქვათ ავტოსადგომიდან, მაგისთვის უნდა მომეყვანა ევაკუატორი, რომელიც ცალკე პლუს 150 ევროს დებოდა და პლუს მე უნდა მომეზებნა სერვისი, სადაც შევწვდიდი ხიდს და ვამჯობინეთ, ამიტომ რომ პირდაპირ იქვე იმ სერვისში შეეცვალათ ხიდი ბიჭებს. მოკლედ შევაცვლევინეთ ხიდი იქვე სერვისში და გამოვიყვანე. როგორც კი გამოვყავდა მანქანა, მაშინ მივხვდი რომ რაღაც წესრიგში არ იყო, ძალიან დიდი რხევები იყო უბანა მხარეს სავალ ნაწილში. სანამ ტრეკზე შევიდოდი, ავწიე მანქანა და მე თვითონ შევიხედე რა ხდებოდა და როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ბოლტი იყო მოშვებული, დატოვებული. ანუ მე ვფიქრობ რომ სპეციალურად გააკეთეს ესე, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ისევ ტრეკზე დავბრუნდებოდი და ისევ ალბათ მაგათთან მოვიზებდა მოხვედრა, რადგან ეს ნაწილები დიდხანს ვერ იმუშავებდა მოშვებულ მდგომარეობაში. მაგალითად, ყუმბარის 6-ვე ბოლტი იყო მოშვებული, დატოვებული, თითქმის ისე რომ ყუმბარა ვარდებოდა გარეთ. ასევე ხიდის წინა ბოლტიც მოშვებული იყო და არ მგონია რომ უბრალოდ დამთხოვა იყო ეს ყველაფერი, რადგან ასე ამდენი ბოლტი უბრალოდ მოშვებული არ დარჩებოდა. ნუ რაც იყო, ეგ იყო, გადაუჭირეთ ყველაფერი და უკვე მეორე დღეს გავაგრძელეთ წვიმიან უბუნგზე ჩვენი მოგზაურობა. მოკლედ ტრეკი დაიკეტა 1 საათია დაახლოებით და ყველა მოაშურა ნურბურგინგ ბულვარდს. ბულვარდი არის ადგილი, სადაც ნურბურგინგის წარწერა არის, ჯიპი ტრასაა და უდიდესი პარკინგი აქვს შიგნით რა, დახურული პარკინგი. და გადავწყვიტე ახაც გადავიღო ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძალიან მაგარი მანქანა დგას. ხო და აი რო შემოდიხართ ეგრევე. აი ესეთი მანქანები. GT-არია. GTS-ის GT-არი. ჰალკი. ვა, ჰალკს ახლა რა უყიდია. ესეც. პორშეები არიან ძალიან ბევრი. აი აქაც ახლა. იქით მეხუთე. აქაც ახლა. საინტერესო ხედი არის წინ. ბოლომდე გაზდებს საინტერესო მანქანები. რინგ ტაქსი. აკეთე იქით აი თავისი აზოტი. აკეთაც დგას და მოდი ნახოთ. ის მეჩემია. ის გერჩემია. რინგ ტაქსები. ტაქსის. მან ის ორშევა. ოკეი, ნავარობ ვიცით, მაგრამ რა გასხომება არის? დაკიდების სისტემას აუმჯობესებს და აეროდინამიკას. თვითონ ქმნის დაკიდების სისტემას თუ რა მოდიფიკაციას? ხო, მოდიფიკაციას უკეთებს უბრალოდ რა და აეროდინამიკურ დეტალებს ამატებს და რის შედეგად ძალიან სწრაფი ხდება მანქანა. და რაზვალები რა, ანუ ფლების დახრას აკეთებს ისე რომ მანქანა დაფრინავს ტრეკს. და მანთეი სხვადასხვა ამზადებს რბოლისთვის GT3 კაპის მანქანები მანთეის მომზადებული. და ყველაზე ხშირად ხედავთ პორშეებზე მანთეის იმას და იმენა პორშეებზე მუშაობს თუ სხვა მანქანებზე თან. სხვა მანქანებზე შინახავს, მაგრამ პორშეზე მუშაობს რა. კი, მაგრამ ზირითადად პორშეებზე მუშაობს. ეს მოგეწონა? სუფთა, სადა, ნაზი, ლამაზი. წითელი, თარაკაი წითელი ფერია და ძალიან ლამაზი. აი რა თქმა უნდა. ნახე ზაზორებში როგორ ზის. კი, მიუხედავად იმისა, რომ ტრეკს დადის. ხო. ძალიან ლამაზი. აი ჩემნაირი ხო. Hyundai კომპაქტი, არ გვინდა. GT3. იმას ნახე პოლის. ის მანქანა მოიცა თუ დავიჭირე, უფრო ახლოდან გაჩვენებთ. სხვათა შორის მაგ მანქანას შეექმნა პრობლემა. პოლიციამ გააჩერა და არ ვიცი დააჯარიმა თუ რა ქნა, მაგრამ ახლა რო უყურებ მაგ მანქანას რამდენიმე 100 აკლია, ოლის წარწერია. სავარაუდოდ პოლიციამ მოაცილებინა წარწერები რა. აი ეს ლეგენდარული Opel Omega, რომელიც გუშინ გიჟივით დადიოდა ტრეკზე. კაი, მოკლედ გავაგრძელოთ ჩვენი მანქანების დათვალიერება. ემორები ძალიან ბევრია, როგორც F სერიის, ასევე G სერიის. ეს რა მაგარი ფერია? არა, მურჯი არ ხდება. მაგეთაც ემორი G სერიის ახალი.
ჰა? გარაჟი რა თქმა აი ესეც ერთ-ერთი გარაჟია, ხო, ეგეც ერთ-ერთი გარაჟია 26 მოდი. მარჯვენა საჭით, რეკაროს სავარძლებით, ემის დისკებით, კარგია. კიდეც გავუყვეთ მანქანებს. ის ხო ცოდენი მინდა და ეს არის აიდი ბუზის წინავარი, ხო? კი, ეგ არის აიდი ბუზის წინავარი. 91 ძალიან ლამაზია და ვეუბნები ანას რომ სანამ შეიძლება ბიუჯეტურად ამის ევროპაში ყიდო, ვიყიდოთ და ყველა მომზადოთ. მანქანაზე მაგას მოვიდა. არ ვიცი რა უნდა. კი, ყველა მანქანა მინდა რომ ვიყიდო. აი, აიდი ბუზის წინაპარი ანახე, ნახე რა მაგარია სვეჟია. რა ის არის რა ქვია, პატარა. ეს დანახე ოსმანამდე ეს კომპაქტი Evo 10. მარჯვენა საჭით შეიძლება იაპონიიდან არის. Ferrari. სმათაშორის დაკიდების სისტემა აქვს შეცვლილი, აშკარად. საბურავების უყენია. კაფორები და აშკარად დადის ტრეკზე. მარჯვენა საჭიანია ბრიტანეთიდან. 500 რაღაც, 500 რაღაც, უცესამდე. აი F20. კუპე, რომელსაც აქვს დამატებითი კრილოები, ფრთები. ანუ წინ აღენია ქარხული M2-ის სავარაუდოდ და უკან არის გაკეთებული aftermarket-ი, ძალიან გამოწეულია უკანა ბაზა. და ძალიან უხდება. ძალიან ეფექტური მანქანა. წინ პირდაპირ ერთ-ერთი მიდის M2-ის ცხვირი შეიძლება დააგნოთ ამავდროულად. M3 ტურინგი ახალი. ეს ფერი სხვადასხვა დიდად არ მომწონს. წვანე და სხვა ფერები უფრო უხდება, შავი, თეთრი, რავი, ნებისმიერი, მაგრამ ეს ფერი თითქოს ეფექტური არ არის, ან არ ვიცი, რავი, აბა, გემოვნების ამბავია. Opel-ი, რომელიც გუშინ მთელი დღე გიჟივით დადიოდა ტრეკზე. Omega 3-დან 0-ია, 6 ცილინდრიანი და აქვს 200 სიცხენი დაახლოებით. აი ეს შპილკებზეა და ნანკან CRS-ები უღენია. და ზოგმომენტში ბოლავდა, ზოგჯერ ცეცხლებს ისროდა. მაგრამ ფაქტია რომ შენახულია და შეუძლია სიარული და დადის. ტურინგი E30-ის ერთი პერიოდი ძალიან მომწონდა ეს მანქანები და ძალიან მინდოდა რომ ყოლოდა. 92-ის M3-ზე ნუ არაფერს არ ვიტყვი, ნახეთ როგორი დახვეწილია რა. დაკიდების სისტემა, კარგი დისკები, წინ დამატებული აქვს სტუჩი ეგრეთ წოდებული და всё. მეტი არაფერი არ აქვს მანქანას და ულამაზესია. Celica, ეს არის Celica GT4. ანუ ტურბინიანი 4x4-ზე 2-დან 0 და საკმაოდ მაგარი მანქანაა, რალის ლეგენდაა, თუმცა Toyota მანქანის შემთხვევაში მოიტყუა და ჩემპიონობა გაუქმეს. თუმცა როცა ჩაუშვეს ესე ვთქვათ შეჯიბრზე 3 წელი 4 წელი დადიოდა ეს მანქანა რალის ჩემპიონატს თითქმის ყოველთვის იგებდა. თუმცა იაპონელებმა იმანდრეს ესე ვთქვათ და მეტი ცხენი ზარა ჰქონდა მანქანას, რაც აჩვენეს მარშლებს და შემოწმების დროს რა სტანდარტებიც არსებობდა მაგ დროს. იმაზე გაცილებით მეტი სიმძლავრე ჰქონდა მანქანას და ამის გამო ეს რომ გაიგეს სეზონის დასრულების შემდეგ გაუქმეს ყველანაირი შედეგები. ასე დამთავრდა Toyota Celica-ს ისტორია ვერციზე, თუმცა ახლა ძალიან წარმატებულია Toyota-ს გუნდი ახალი GR იარისებით. და სხვადასხვა აი ერთ-ერთი მაგდანაი, რომელიც შეიძლება ჩაანაცვლოთ M4-ით, კი და პირიქით M4 შეიძლება ჩაანაცვლავით. Lexus ISF-ი 5-დან 0 ატმოსფერული ძრავით ძალიან მაგარი მანქანა. აი ძალიან მაგარი მანქანა. და საერთოდ არ ჭირდება იმდენი სერვისი როგორც BMW-ს M მოდელებს რა. არ არის მართალია ისეთი სწრაფი როგორც M4, თუმცა ატმოსფერული 5-დან 0-ია და ძალიან მაგარი ხმავს, ძალიან მაგარი ემოციების მქონე მანქანაა და რა ვიცი, მე სიამოვნებით ვიყოლიებდი რა ამას. თუმცა რადგან ტრეკზე სიარული მიყვარს, მაინც BMW-ს ავიღებდი. იმიტომ რომ Lexus-ის მომზადება საკმაოდ ძვირი დაждდება. ხო, მაგრამ ტრეკისთვის. აქ Nürburgring Driving Academy-ის მანქანები დგას, Mercedes-ები, CL45-ებია. რა მაგარია, ნახე, Honda Accord-ის ტურინგია. მიხდი ხო მაგაზე რომ ამბობდი. აბა, Porsche რო აქვს და იმას დაეცემა და თოდა ეს არის განსხვავებული. რა სიგრძეა. როგორ იმაში მოვედით რა ცხოვრებაში Porsche-ს ერთ აღარ გვაქვს. ხო. მაგრამ Honda Accord-ის ტურინგი გვაქვს. F20. აი ეს თაობა Porsche-ები ძალიან მომწონს რა. აუ. კლასიკა რა. აბა თეთრი
თეთრი მინდა. ამას მარტო 2 დააწერეს უკვე. ხო. წითელი კარგასით აურა ლამაზია. რაღაც გამოშვების სისტემას გავიგისა აქვს შესრულია. ეს არის კლასიკა. აუ ძალიან ლამაზია. რაღაცა ეს ვერ ჩავეცუდება რა. აი ამანქანაზე ვსაუბრობდი ზეღარ პოლიციამ გააჩერა და სავარაუდოდ დააძრობინა. იმიტომ რომ რაივერი აქვს პოლიციის და სავარაუდოდ არ შეიძლება. კი, ძალიან მაგარია. შეიძლება დახატულია, იცი? არა, ისედე. გადაკრულია. თეთრი ამანქანა და გადაკრულია. დისკები ძალიან უხდება. DBS ლიმანები. შენ საუბრობდი? Fiat Marbella თუ რაღაცა არის, ეგ ზუსტად აქეთაც. პრინციპი ხوارი ყიდება. აქეთ Mantei Racing-ი შიდის ამინიას და ვითომ არაფერი ეს გავა. პრინციპი მინდა. ხალხო, ვინმე ხომ არ ყიდის საქართველოში მჭირდება. შევიძენ. შემეხმიანეთ. იქ დგას მე მგონი M5-ის CS. მივალთ ახლოს ნახავთ, თუ ეგ არის. პოლონურ ნომრებზე დგას. დისკები CS-ის აქვს. ფერი CS-ია. მაგრამ სავარძლები ესეთი აქვს CS არ ჩანს. რამეა. აქეთ M4-ები დგას. აი M4-ებიან რა სერჩი ამახანს. ნახე რა ლამაზები არიან, აი შეხედე უბრალოდ. ხალი კარი პოლონეთიდან. GR-ი არის. დღეს და გუშინ ძალიან ბევრი ვნახე ეს მაღაზია. და მომზადებულები. მე კიდე სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ შევნიშნა, რომ ხალხმა საერთოდ არც ეს მანქანა რატო არის განსაკუთრებული. კი ბატონო, და სხვათა შორის ვნახე დღეს პარკინგზე GR Corolla, ამერიკული. ამერიკაში GR-ი არის აკრძალულია და ყავთ Corolla-ები რა. ოდნავ, იმიტომ რომ ეს პატარა ზომის მანქანაა და რაღაც თავის კანონები აქვს, მეგონი პატარა ზომის მანქანები არ ყავთ ამერიკელებს საერთოდ და აკრძალულია რაღაც უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. და ყავთ იგივენაირი Corolla, GR Corolla გამოვუშვა სპეციალურად ამერიკისთვის. ოდნავ მძიმეა ამაზე, თუმცა ისიც ძალიან მაგარია რა. და ამერიკიდან საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად შეიძლება მაგის ჩამოყვანა. აბა და იარისები ძალიან მაგარია. იარისები მხოლოდ ევროპაშია და ძალიან ძველი ხარ. G-series M4 და F-series M2 და იქეთ ისევ G-series M4. არა, ისევ კაცი შემოყვანა. ეხლა შენ გადაგიხარ. გუშინ რო ეს 2000 ნახე არა? სიტისა. დავდგეთ, გვერდი. ავტომოყვარულები, აი და არა მარტო ავტომოყვარულები, ანუ სხვა ჩამოყავთ მანქანები და ანუ ამ კანონზე რაღაცა იქნება. ანუ ეს 2000 როგორ ჩამოყავთ, არის საცოდაობა. როგორ იყიდულობ მაგ მანქანას, იმიტომ რომ 2013 წელზე მანქანა ჩამოყვანა არ შეიძლება, იმის გამო რომ თურმე ვაიმე აი ტეკ და თვალერების იმებს ვერ დააკმაყოფილებს და გარემოს დააფინძურებს და სრული აბსურდია. C63 Black Series უნდა იყოს წესით. შეიძლება მეშლება, მაგრამ ასეთი კრილოები ან ბოდიკიტი აქვს შეიძლება Black Series. გერმანულ ნომრებზეა და ბოდიკიც გერმანელი არ დააყენება. გონი Black Series-ა. არ ვიცი, დააკომენტარეთ თუ მიხვდით რომ ეს Black Series-ა. მე კარგად ვერ ვერკვევი ესეთ მანქანებში. ნიკას მოკლე ვარიანტია, ხო? კუპე? ნიკას მანქანის. ნიკას მოკლე, ხო? Panamera. გერმანიაში Panamera რა, ხო ძველი Panamera-ა, მაგრამ რაღაც სხვანაირად გამოიყურება, თუ არც ესე ძველია. არა, ძველი არ არის. აუდი R-ები დადიან ტრაქზე ბევრი. ბევრი გაზაობს. აქეთ კაიმანები და 718-ები. ეს რენტალი. რენტალების მანქანებია, ხო. ოკეი, მგონი ეს არის სულ პარკინგზე. კიდევ დგას რაღაცეები, რავი, საინტერესოს თუ მომგარი თვალი გაჩვენებთ. აი, როდინელია და აი ესეთი საინტერესო დადუტული ფრთები აქვს, კრილოები წარმოიდგინეთ. ეს არის რაღაც 80-იანი წლების მანქანა. და რალის ლეგენდაა რა, უსწრაფესია, 4x4-ზე, 2-დან 2 ტურბო და ძალიან სწრაფი. კარგი. წავედით ახლა ბიჭებს შევუერთდებით და დღეს მანქანა უეხოძია, შეგვიძლია შევიდეთ ტრეკზე, უბრალოდ ავარია მოხდა, სერიოზული ტრეკი დაიკეტა და მაგიტომ გამოვედით აქეთ
პარკინგზე. ეხლა გადავართ ბულვარში, დავათვალიერებთ რაღაცებს. კარტინგებზე შეიძლება შევიდეთ და ძალიან ცუდი ამინდია თან. გუშინ კარგი ამინდი იყო, თუმცა დღეს ძალიან ცუდი ამინდია, წვიმს მთელი დღე და ქარია. და ტემპერატურა ძალიან დაბალია. აუზგენ. წავედით.